ბერძნული მედიის ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი. პანათინაიკოსი დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით კლუბი მარცხენა შემტევს ეძებს. სასურველ მოთამაშეებში კი სწორედ დავითაშვილი ლიდერობს. მათივე ცნობით, პანათინაიკოსი უკვე გავიდა დავითაშვილთან კონტაქტზე და საკმაოდ დიდი მიზნები გააცნო. საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში დუნსკაიას ტრედაში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯეოთიმი ავრცელებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ქართულ თავდამსხმელს კვიპროსულ ლიმასოლ აელთან უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, თუმცა ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა. ბარსელონა კამპ ნოუზე ლიონელ მესის პატივსაცემად მატჩს გამართავს. მედიის ინფორმაციით კატალონიური კლუბი მესის ოჯახს უკვე დაუკავშირდა და მატჩის ჩატარებაზე თანხმობა მიიღო. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, მესისადმი მიზღვნილი მატჩი კამპ ნოუს გახსნას დაემთხვევა. არენაზე საკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2026-27 წლების სეზონში იგეგმება. ლებრონ ჯეიმსი კარიერის დასრულების შესახებ წინასწარ გამოაცხადებს, რადგან გამოსათხოვარი ტურნეს მოწყობა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Plain Dealer-ი აუცილებს. მას ურჩევნია მიიღოს აღიარება, იყოს ცერემონიების მონაწილე და აღნიშნოს კარიერის დასრულება მთელ ლიგაში, ვიდრე ჩუმად წავიდეს სეზონებს შორის შესვენებისას. დიდი ალბათობით ის ამას თავის პოდკასტში Mind the Game-ში გააკეთებს სტივ ნეშთან ერთად, წერია სტატიაში. ილია თოფურია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშით ერთობა. გათამაშებული კომბინაცია გოლით უგო თოფურიამ დაასრულა და შემდეგ სახალისო აღნიშვნად შემოგთავაზა. Tirate dembo. Come. ¿Qué fue eso? Solo brincando. Solo brincando.